საუბარი დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ცოტა ხნის მივე საუბრეთ ოპოზიციის ლიდერის ადვოკატს, რომელიც დარწმუნებული არის, რომ ნიკა მელიას თავდასხმის საქმე 2 წლის შემდეგ იმიტომ ჩამოიღეს თაროდან, რომ 2 დღეში ნიკა მელიას საქმეზე მორიგი განაჩენი უნდა გამოაცხადოს სასამართლომ. შეიძლება ითქვას, რომ მესამედ უნდა დააპატიმრონ ნიკა მელია 1 წლის განმავლობაში 3 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ და ეტაპობრივად სასჯელს უმატებს ქართული ოცნება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გამოკეტილ პოლიტიკოს გიორგი კონდახაშვილი კი აცხადებს, რომ ახლა ცდილობს ქართული ოცნების ძალოვანი უწყება შექმნა საჩვენებელი ბალანსი, რომ თითქოს მელიასთან დაკავშირებით როგორც მის წინააღმდეგ იწყებენ გამოძიებას, ასევე იწყებენ გამოძიებას მის სემასთან დაკავშირებითაც. მართლმსაჯულება ხორციელდება ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, ნიკას მიმართ თავდასხმა მოხდა დაახლოებით 2 წლის წინ და დღეს რატომღაც დასჭირდა ხელისუფლებას, რომ აღნიშნული საქმის აქტივიზაცია მოეხდინათ. რატომ ჩემი აზრით ქმნიან ეგრეთ წოდებულ ბალანსს თითქოს და იძიებენ საქმეებს, რომ ნიკასთან მიმართებით, რომ შეიქმნას ბალანსი, რავს გულისხმობ, რომ მასზე თავდასხმებთან მიმართებით გამოვიძიეთ და დავადგინეთ, ანუ ჩვენ მხოლოდ ნიკა მელიას კი არ ვდევნით პოლიტიკურად, არამედ მასზე თავდასხმასაც, ასე ვთქვათ, ვასამართლებთ. ეს იმ ფონზე, როდესაც უკვე ჩვენ მესამე განაჩენს ველოდებით რამოდენიმე დღეში სჭირდება ხელისუფლებას ეგრეთ წოდებული მოჩვენებითი ბალანსის შესაქმნელად, რომ ობიექტური გამოძიება მიმდინარეობს როგორც ერთ ხარეს, ასევე მართლმსაჯულება ხორციელდება ნიკა მელიასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ეს არის ფარსი, ეს არის თვალშისაცემი, ეს არის 2x2 4 იკითხება, არავითარი 2 წელი არ ჭირდება გამოძიებას, რომ დაადგინო პირი, რომელმაც მოახდინა პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა პირდაპირ ეთერში და 2 წლის ლოდნი არ ჭირდება ამის დადგენას და ასევე არავითარი სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულებებით არ შეიძლება იქნეს შეფუთული პოლიტიკური საქმეები, როდესაც პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე, მაშინ აქტიურდება საქმეები, როდესაც ამას ხელისუფლების დაკვეთა გულისხმობს და მაშინ შემოიდება თაროებზე, როდესაც ეს ასე ვთქვათ, ასევე მითითება არის მიღებული. ეს არის და ეს მოცემულობა. ნიკა მელიაზე 2024 წელს განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დღეს გამოიკითხა მელიას დაცვის სამსახურის თანამშრომელი. მან გამომძიებლებს მისცა ჩვენება, როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატი აცხადებს, დღეს გაიგეს საგამოძიებო უწყებისგან, რომ პროკურატურამ დაავალდებულა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ მუხლი გადაკვალიფიცირებული იყო, რა მუხლითაც თავდაპირველად დაიწყეს 2 წლის წინ გამოძიება, ასევე გაცხადდა ის, რომ პოლიტიკური ნიშნით დანაშაულს აღიარებს პირი, რომელიც მელიას თავს დაესხა და ის ასევე გამოთქვავს პრეტენზიას, ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, როგორც გავარკვიეთ პირველებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თურმე საკმარისი აღიარება თავდამსხმელის არ ყოფილა, ისინი ელოდებოდნენ ექსპერტიზის დასკვნას, ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას და ამის შემდეგ გადადგეს უკვე შესაბამისი ნაბიჯები და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, როგორც დგინდება, პოლიტიკური ნება არ არსებობდა ნიკა მელიაზე თავდამსხმელის დაჭერის და ეს იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც 2 წლის განმავლობაში უბრალოდ ძალოვანმა უწყებამ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით არაფერი არ გააკეთა. როგორც გამომძიებელმა მითხრა, პროკურატურამ გადააკვალიფიცირა და ეხლა გამოძიება მიმდინარეობს 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნიშნავს იმას, რომ წინა საარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა ძალადობით ხელშეშლას. ასევე გამომძიებელმა მითხრა, რომ ეს პირი უშუალოდ ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყავთ იდენტიფიცირებული, მათ შორის გამოკითხული და ეხლა მიმდინარეობს იქ მყოფი პირების მოწვევების გამოკითხვა და ალბათ ლოგიკური დასასრული უნდა ქონდეს ამ გამოძიებას. თვითონ მუხლი, რითაც გამოძიება ეხლა მიმდინარეობს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რადგან ყველანაირი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებები არსებობს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ჩადის ამ ქმედებას, რასაც ამ შემთხვევაში გამოძიება მისცემს, რა თქმა უნდა, ლოგიკური დასასრული ის იქნება, რომ დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. თავდასხმელი გამოკითხვის დროს, როგორც გამომძიებელმა მითხრა, აღიარებს ჩადნენ ქმედებას, ამბობს, რომ მან ჩაიდინა პოლიტიკური ნიშნით ეს დანაშაული და ასევე ამბობს, რომ თითქოს იქ მასეც განხორციელდა რაღაც კონკრეტულ ძალადობა ცემეს, მაგრამ რაიმე დაზიანება ცემის კვალი მას არ აღინიშნება. სამართლებრივად, რომ აქეთ მხარეს ვინმე აქტივისტი, მხარდამჭერი
მიეცეს პასუხისგებაში, ამის სამართლებრივი საფუძველი რეალურად არ არსებობს. მაგრამ გამორიცხული რა თქმა უნდა არაფერი არ არის. როგორც გამომძიებელი ამბობს, რეალურად მათი მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურება ამ საქმის არ მომხდარა, ჰაიდროსკოპიური ექსპერტიზის შედეგებს ელოდებოდნენ, მაგრამ საერთოდ რომ ნამდვილად ეს პირი ვინც არის დანაშაულის ჩამდენი პირი, მან ჩაიდინა დანაშაული. ან ამოცნობის ექსპერტიზას ელოდებოდნენ რეალურად და ამან გამოიწვია ამ პერიოდის ესე ვთქვათ გაჭიანურება და ამ დროის გასვლა. 2 წლის წინ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ნიკა მელიას თანმხლები პირები ცდილობენ თავდამსხმელის დაჭერას, შემდეგ მათ თავად გამოიძახეს საფათო პოლიცია და ინციდენტთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. უფლებადამცველები ამბობენ, რომ სამართლებრივად შეუძლებელი არის, რომ ნიკა მელიას თანმხლებ პირებს წაუყენონ ბრალდება, თუმცა ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებისგან ისინი არაფერს არ გამორიცხავენ. თავად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გამოკეტილი ნიკა მელია კი განაჩენს ელოდება 6 აგვისტოს პირველ საათზე არის სასამართლოს ხდომა ჩანიშნული მოსამართლის შეურაცხყოფის გამო. ნიკა მელიას დამატებით კიდევ 1 წლით პატიმრობა ემუქრება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მე მაყურებელს შევეხსენებ, რომ თავდაპირველად მელია დაიჭირეს თეატრალურ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მას თებერვალში უნდა დაეტოვებინა ციხე, შემდეგ მას დაუმეტეს სასჯელი მოსამართლის გაწუწვის გამო და ახლა 22 დეკემბერს უნდა დატოვოს წესით პენიტენციური დაწესებულება, თუმცა მის წინააღმდეგ მესამე სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართულმა ოცნებამ. ამჯერად მოსამართლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან მელიას, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ამბობს, რომ შეუძლებელია დადგინდეს ამა თუ იმ პირის, რომელი პირის ნათქვამი შეურაცხყოფელი ფრაზა ისმოდა სასამართლოს სოქმში. განაჩენი მელიას საქმეზე დიდი ალბათობით 6 აგვისტოს გამოცხადება პირველ საათზე და ცნობილი გახდება კიდევ რამდენი ხნით აპირებს ქართული ოცნება ციხეში გამოკეტოს ოპოზიციის ლიდერი.